ხდება ტალახის ზელვისთვის? შიმერიანი ცხოვრება უნდა დავტოვო და უნდა შევიდე იქ, სადაც ტალახი უნდა ვზილო. რაელის ნაციონალურ მოძრაობას. თუ პირველივე განცხადებები თავს დაესხმება იმ გუნდს, რომლის წევრიც მომავალში სავარაუდოდ შეიძლება გახდეს, ან მგონია, რომ ასახავს შორს მჭვრეტელობას. რა პროცესები მიდის ოპოზიციაში? მიხაილ სააკაშვილის ქრონიკებიდან ბრწყინვალე ნანას და თინათინის შერკინება. აი ესე შეგვიძლია დავასათაუროთ ეს ტრაგიკომიკური მოვლენა, რომელიც შესთავაზეს ჩვენ საზოგადოებას. სააკაშვილის და პარტიის თავმჯდომარის პოსტზე მისი ახალი რჩეულის ხედვები. 84% ქართველი. აღწერის შედეგები. რამდენი მილიონი ადამიანი ცხოვრობს საქართველოში? საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 2024 წელს 3.930.000 კაცით განისაზღვრა. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა წილი 3.4%. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა წილი 134,000 კაცს შეადგენს. ურბანიზაცია, გაზრდილი ქალაქები და კლებადი მუნიციპალიტეტები. ჯარის ბანაკი. მაინტერესებდა როგორ იქნებოდა ჯარის ცხოვრება და წამოვედი რომ თქვენ ეზიარებით ამ მართლაც მნიშვნელოვან ცოდნას, რომელიც მთელი ცხოვრება გაგყვებათ. მოზარდების დაუვიწყარი თავგადასავალი ზაფხულში. ახალგაზრდებს გაძლევთ საშუალებას გაიზიაროთ ის სიამაყე, რომელსაც განიცდის თითოეული სამხედრო მოსამსახურე სამშობლოს სამსახურში. რა სახის მომზადებას გაევლიან სკოლის მოსწავლეები კოჯრისა და საჩხერის ქვედანაყოფებში. ეთერშია კურიერი ნათია ლაზაშვილთან ერთად. კონკურენტ კურიერს დღეს 22 ივნისია, ფეხბურთებს შორის გიყვებით დღის მთავარ თემებსა და ამოვლენებს საღამო მშვიდობისა. ტალახის სროლა სხვა ოპოზიციური პარტიების მისამართი და ტალახის ზელვა საკუთარ პარტიაში უცხო ქვეყნის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ნაციონალური მოძრაობის დე-ფაქტო მმართველია, სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც საკუთარ თამაშის წესებს გარდნახობს და სასამართლო დარბაზიდანაც მათი კრიტიკითაა დაკავებული. ლელო მისთვის ხაზარაძე ჯაფარიძის ბიზნეს პროექტია. ახლები ძმები გილაურების. თავად სააკაშვილის პროექტში კი რაც ხდება, ეს ყველაზე კარგად ახსნა ნანუკა ჟორჟოლიანმა, რომელმაც დღეს განაცხადა, რომ ტალახის ზელვას იწყებს ნაციონალურ მოძრაობაში. როგორ ესმის პოლიტიკა სააკაშვილის ახალ რჩეულს, ჟორჟოლიანის გამონათქვამებს უკვე არაკორექტულს უწოდებენ ვეტერანი ნაციონალები და მის პირველივე განცხადებებში თავდასხმას ხედავენ იმ გუნდზე, რომლის ლიდერობაც აქვს გაცხადებული. მწვავეში და პარტიული კრიზისი დღეს პეტრე ცისკარიშვილის და თინა ბოკუჩავას განცხადებებშიც გამოჩნდა. ნაციონალური მოძრაობის მოქმედი თავმჯდომარე აცხადებს, რომ ის ოპოზიციურ ალიანსში შესვლის წინააღმდეგი იყო, თუმცა ამ საკითხშიც სააკაშვილის ნება იყო გადამწყვეტი. ბოკუჩავა ამით ისიც აღიარა, რომ სწორედ მიხეილ სააკაშვილია პარტიის დე-ფაქტო მმართველი. რა სთავაზობს მარტო დარჩენილი ნაციონალური მოძრაობა ამ მომრჩეველს? რა სტრატეგიული, ეკონომიკური და სოციალური ხედვები აქვს? ამაზე არავინ საუბრობს ძალაუფლების გადანაწილების პროცესში. ვინ ჩაიბარებს იურიდიულად პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ყრილობაზე გადაწყდება, თუმცა ვეტერანების ჩამოშორების იდეებით ნანუკა ჟორჟოლიანი მიხეილ სააკაშვილის დავალებით უკვე დადის რეგიონებში. ჩემი შიმერიანი ცხოვრება უნდა დავუკოტავო. ჩემი ცხოვრება უნდა დავტოვო და უნდა შევიდე იქ, სადაც ტალახი უნდა ვზილო. ასე წარმოუდგენია სააკაშვილის ახალ რჩეულს სააკაშვილის პარტია ნაციონალებს უერთდება და თან ნაციონალების მოქმედ მენეჯმენტს. მათ შორის მიმავალ თინა ბოკუჩავას პარტიის პარალიზებაში, ფასადური დემოკრატიის შექმნასა და პოლიტიკური ველიდან ახალგაზრდების გაქრობაში ადანაშაულებს. სამაგიეროდ თავად გეგმავს ვეტერანი მიშისტების ჩრდილში გადაყვანას და სწორედ ვეტერანთა ჯგუფს აკისრებს პასუხისგებლობას სიყალბის ხელშეწყობასა და უთავმოყვარეო გადაწყვეტილებების მიღებაში. რა მიშას გადაწყვეტილება სჭირდებოდა იმას, რომ პარტიის სპიკერები ყოფილიყვნენ ახალგაზრდები. ჩვენ ახლა უკან ვიწევით, თქვენ მიდიხართ წინ აღმასრულებელში ხართ, თქვენ გადაწყვეტილების მიღები ხართ, თქვენ ყალბი ერთობების ხელშემწყობი ნაციონალური მოძრაობა არ უნდა იყოს. ნაციონალურ მოძრაობას რომ თავმოყვარეობა გქონდეს, მაგ ალიანსიდან გამოვიდო და უკვე უღირსობის დაბრალება მე რბილად ვიტყოდი პოლიტიკურად არაკორექტულია. ვეტერანი ნაციონალებისთვის არაკორექტულია ნანუკა ჟორჟოლიანის პირველივე განცხადებები და თავდასხმები პარტიის მოქმედ მენეჯმენტზე. მათ შორის თამამი განცხადებები ახალგაზრდების წინახაზზე გამოყვანასთან დაკავშირებით. სააკაშვილის გუნდის მოქმედი წევრები ამბობენ, რომ მხოლოდ ჟორჟოლიანის სურვილი არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ ძველმა შემადგენლობამ მისი დაკომპლექტებული გუნდი უაპელაციოდ მიიღოს. თუ პირველივე განცხადებები თავს დაესხმება იმ გუნდს, რომლის წევრიც მომავალში სავარაუდოდ შეიძლება გახდეს, არ მგონია, რომ ასახავს შორს მჭვრეტელობას ახალგაზრდების მენეჯმენტში მოსასვლელად. ჩემი გადმოსახედიდან ბევრი ეტაპი ექნება გასავლელის.
უნდა იყვნენ ისეთები, რომლებიც DNM-ით არიან ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები. ჟორჟოლიანის ნეგატიური აღქმები, რომ უსაზღვროა ნაციონალური მოძრაობის სხვა წევრებიც უკვე კარგად ხვდებიან. ამბობენ, რომ სააკაშვილის მანდატის მიუხედავად გადამწყვეტი სიტყვა მასზე ვერ იქნება. ვერც თავმჯდომარეობის და ვერც ყოფილ ნაციონალებთან გაყრა გაერთიანების საკითხებში. ნაციონალურ მოძრაობას თავმოყრობა აქვს, ვინც იყო წევრი, ყველას ახსოვს, რომ მიხეილ სააკაშვილი არ იყო ამ ალიანსში ჩვენი შესulis წინააღმდეგი. ანუ უბრალოდ ფიზიკურად არ ანუყოფებოდა პარტიაში, ამიტომ მას შეიძლება სხვანაირად ეგონა. ადგილმონაცვლის, როგორც გარე აუდიტორის შენიშვნები კატეგორიულად მიუღებელია პოსტიდან ვადაზე ადრე გაშვებული ბოკუჩავასთვის. უფლებამოსილების ამოწურვამდე 2 კვირით ადრე პარტიის მოქმედი თავმჯდომარე ირწმუნება, რომ გადაწყვეტილებები სააკაშვილის გვერდისავლით არასდროს მიუღია, არც ალიანსში შესulis და არც დემონსტრაციულად გამოსვლის შესახებ. იცოდა თუ არა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ნაციონალური მოძრაობის ოპოზიციის ალიანსში შესulis გადაწყვეტილების შესახებ. ბუნებრივია იცოდა და აღნიშნული საკითხი მასთან განიხილებოდა საკმაოდ დეტალურად. მეტიც მე წინააღმდეგი ვიყავი ალიანსში შესulis და ამ მოსაზრებას ვუზიარებდი მას. პრეზიდენტი სააკაშვილი კი თვლიდა, რომ NM გახდებოდა თავდასხმის ობიექტი. მას პირადად დაბრალდებოდა ერთობის ჩაშლა. NM-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ. შიდა პარტიული კრიზისის მთავარი მიზეზი თავად ნაციონალური მოძრაობაა ფედერალისტების ლიდერისთვის. თამარ ჩერგოლეიშვილი არც პირველია და არც უკანასკნელი, რომელიც სააკაშვილის პარტიას ნანუკა ჟორჟოლიანის პირობებში პოლიტიკურ დასასრულს უწინასწარმეტყველებს. ერთი წელიც არ გასულა, რაც თინა ბოკუჩავა 8 პარტიას ჩერგოლეიშვილთან ურთიერთობების დასრულებისკენ მოუწოდებდა. ვინ დასრულდა დავინახეთ. ახლა ნანულა გამაიყვანა. კიდევ სცადეთ, ჩემი რამიდის. არც მსჯავრდებული სააკაშვილისთვის აქვს მნიშვნელობა რას იზამს დანარჩენი ოპოზიცია. მნიშვნელოვანი მხოლოდ ისაა კრიტიკის ტაქტიკით თავად დარჩეს ყურადღების ეპიცენტრში. სწორედ ამიტომ დანარჩენ პარტიებს სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან უთხრა, რომ გამარჯვების კრიტერიუმებს ვერ პასუხობენ. იმავე განცხადებაში წავიდა უფრო შორსაც და თქვა, რომ ლელო, რომელიც საკუთარი თავის დამკვიდრებას სააკაშვილის დაკნინებით ცდილობს, მხოლოდ ხაზარაძე ჯაფარიძის ბიზნეს პროექტია. დღევანდელი ოპოზიცია გამარჯვების კრიტერიუმებს ვერ პასუხობს. როგორ უნდა გაიმარჯვოს ისეთმა ოპოზიციამ, რომელიც საკუთარი თავის დამკვიდრების ხარჯზე ჩემს დაკნინებას ცდილობს. ლელო ბადრისა და მამუკას ბიზნეს პროექტია. ლელოს აზრით, აღარც რევოლუციის იდეით შეპყრობილ სააკაშვილს გააჩნია პოლიტიკური უპირატესობა. ბრალდებების მთავარი ადრესატები მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტს მოუწოდებენ. საკუთარი სიტყვები მხოლოდ საკუთარ თავს მოარგოს. ეს ტალახის სროლა არაფრის მომტანი არ არის. ამით დამატებით პოლიტიკურ ქულას ვერავინ ვერ დაიწერს, ჩემთვის უბრალოდ ძალიან საბრალო შესახედია. იქამდე დაეცეს, სადამდეც ახლა არის. ოპოზიციის დაუსრულებელი დაპირისპირების ლოგიკური დასასრული სახელმწიფო გუნდისთვის დიდი პოლიტიკური მარცხია, რაც ნაციონალებთან ერთად ყველა ოპოზიციურ პარტიას უკვე გარანტირებული აქვს. იბრძვიან მიშა სააკაშვილის ფავორიტობისთვის, ქალბატონი ბოკუჩავა, ქალბატონი ჟორჟოლიანი, კადრულობენ უკადრებელს, რაც რა თქმა უნდა ეს არავის არ უყვირს მათგან, მათი გამოსწორება ჩვენი საზოგადოების თვალში ვერ მოხდება. არასერიოზულ გადალაგება, გადმოლაგებას უკვე არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. შიდა ბრძოლები აქვს რაღაცები, გააგრძელონ ეს შიდა ბრძოლები. უამისოთაც განადგურებულები არიან და ამიანათაც განადგურდებიან. ვინ წავა და ვინ დარჩება სააკაშვილის პარტიაში უახლოეს პერიოდში გაირკვევა გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, მათ შორის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავას უფლებამოსილების ვადა 8 ივლისს ეწურება. მისი ჩანაცვლების სურვილი ნანუკა ჟორჟოლიანის გარდა უკვე პარტიის ძველ წევრებსაც გაუჩნდათ. ერთ-ერთი თემურ გრიგალაშვილია, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თავმჯდომარის პოსტზე საკუთარ კანდიდატურას დააყენებს. სამი კვირა სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალური სამმართველოს შექმნიდან საჯარო სივრცეში მედიასა თუ სოციალურ ქსელებში გავრცელებული შეურაცხყოფელი და ღირსების შემლახველი განცხადებებისთვის სასამართლოებში უკვე 60 საქმეა შესული. დაჯარიმებულ ადამიანებს შორის არიან ის პირებიც, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს და ისინიც, ვინც იგინება ხელისუფლების მისამართით. ზოგი 2000 ლარით დაჯარიმდა, ზოგი კი 4000-ით. მმართველი პარტია დარწმუნებულია, რომ მსგავსი პრეცედენტები პოლარიზაციას შეამცირებს. შინაგან საქმეთა სამინისტროში კი განაცხადეს, რომ საჯარო სივრცეში უკვე შემცირდა სხვისი ღირსების შემლახველი კომენტარები. საქართველოში სიძულვილის ენის გამოყენება ადმინისტრაციული კოდექსით არის დასჯადი. ევროკავშირში კი ფიზიკური პირების გარდა სულ უფრო პოპულარული ხდება სოციალური ქსელების დაჯარიმება ათეულობით მილიონი ევროთი. თუმცა მხოლოდ ეს არ არის. ევროპის უმეტეს ქვეყნებში მოქმედებს პრინციპი, რომ გამოხატვის თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც სხვების უფლებები ილახება. ამიტომაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობაში დაახლოებით
დაახლოებით 20-მდე სახელმწიფოში ცილის წამება და შეურაცხყოფა სისხლის სამართლის კოდექსით რეგულირდება და ისჯება მათ შორის პატიმრობით. ძალადობრივ აქციებზე ჩადენილი დანაშაულის გამო დაკავებული რეზო კიკნაძის ამ განცხადებას, სადაც პატიმარი ხვიჩა კვარაცხელიას ღია წერილით მიმართავს და ეუბნება, რომ მხოლოდ გატანილი გოლით ვერ იქცევა კარგ ადამიანად, სოციალურ ქსელში საკმაოდ ბევრი კრიტიკული შეფასება მოჰყვა. პოსტის ქვეშ გაჩნდა ისეთი კომენტარიც, რომელიც მოქალაქის უფლებებს ლახავს და სიძულვილის ენას ახალისებს. კერძოდ შეიცავს უხამს სიტყვებს გინების ელემენტებით. ერთ-ერთი ასეთი კომენტარის ავტორი ვახტანგ დიასამიძე სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის მოთხოვნით დღეს სასამართლო დარბაზში აღმოჩნდა. მოსამართლემ დიასამიძე 2000 ლარით დააჯარიმა. ბატონი ვახტანგის მიმართ სამართალდარღვევის ოქმი შედგენილი იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე. ვინაიდან და რადგანაც მან სოციალურ ქსელ Facebook-ში კომენტარის სახით შეურაცხყოფა მიაყენა ბატონ რეზო კიკნაძეს, აღნიშნული ფაქტი დაიდენტიფიცირდა ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურის მიერ. შესაბამისად ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დადგინდა პიროვნება სავარაუდო სამართალდამღვევი, რომელიც დღეს სასამართლომ დადგენილებით სამართალდამღვევად ცნო და მის მიმართ სახთელის სახით გამოიყენა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით. დღესვე თბილისის საქალაქო სასამართლომ კიდევ ერთ საქმეზე იმსჯელა. საუბარია მამუკა მდინარაძის მიმართ გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებაზე. მოქალაქე ივანე კოდელაშვილმა ღირსების შემლახველი კომენტარი იმ პოსტის ქვეშ დაწერა, სადაც ეგრეთ წოდებული ქარდის სახით ვიცე-პრემიერის მიერ გაკეთებული განცხადებიდან ციტატა იყო განთავსებული. აქ მამუკა მდინარაძე ქვეყნის ენერგეტიკის გაძლიერებასა და კრიპტომაინინგის წინააღმდეგ ბრძოლაზე საუბრობდა. მოსამართლემ კოდელაშვილი გაამტყუნა და 4000 ლარის ოდენობით ჯარიმა დააგისრა. ბატონ ივანეს მიმართ სამართალდარღვევის ოქმი შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173 მე-16 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით. მან შეურაცხყოფა სოციალურ ქსელში მიაყენა ბატონ მამუკა მდინარაძეს, მის მიმართ სახთელის სახით სასამართლომ გამოიყენა ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით. შინაგან საქმეთა სამინისტროს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტი უკვე 22 დღეა მუშაობს. სტრუქტურა საჯარო სივრცეში, მათ შორის სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი განცხადების ავტორის იდენტიფიცირებას ისე ახდენს, რომ დაზარალებულის მიმართვა საჭირო არც არის, რის შემდეგაც უწყება საქმეს სასამართლოს გადასცემს. ერთ-ერთი ასეთი ფაქტი პოლიტიკოს ნინო წილოსანს უკავშირდება. დეპუტატის შეურაცხმყოფელი კომენტარის ავტორი სასამართლომ 15 ივნის 4000 ლარით დააჯარიმა. ამ ქვეყანაში არ უნდა იყოს ადგილი ზიზღის და რაც მთავარია ორგანიზებულად ამ სიძულვილის და ზიზღის გავრცელების და სწორედ ის დეპარტამენტი, რომელიც კანონის შესაბამისად აღმოაჩენს და შემდგომში რეაგირებას აკეთებს შეურაცხყოფელი ზიზღის თუ სიძულვილის გამავრცელებელ კომენტარებზე, ვფიქრობ, რომ ერთხელ და სამუდამოდ დაასრულებს ამ პრაქტიკას. სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის მუშაობა დღეს შეაფასა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ. ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით საქართველოში აზრის გამოთქმა დაცულია, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებით რეაგირება კი დეპარტამენტის მხრიდან ხდება მხოლოდ ისეთ განცხადებებზე, რომლებიც უხამსობას და ლანძღვაგინებას შეიცავს. მთავარი მიზანი არის ის, რომ ჯანსაღ დისკუსიას შეეწყოს ხელი საჯარო სივრცეში და ის ზღვარგადასული სხვადასხვა ტიპის შეურაცხყოფელი ქმედებები, გამონათქვამები, ის უცენზურო სიტყვები, უწმაწური სიტყვები, რომელიც გამოიყენებოდა ხშირ შემთხვევაში კონკრეტულ ადამიანებზე თავდასხმისათვის, ამის პრევენცია მოხდეს საჯარო სივრცეში. შინაგან საქმეთა სამინისტროს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტი მუშაობას აქტიურად განაგრძობს. უწყება იკვლევს და რეაგირებას ახდენს ადამიანის უფლების შემლახველ იმ განცხადებებზე, რომლებიც შეურაცხმყოფელია და ზიზღის ენით გამოირჩევა. რამდენი ადამიანი ცხოვრობს საქართველოში? თითქმის 4 მილიონი. აღწერის საბოლოო შედეგები ცნობილია. მოსახლეობის 96%, ანუ 3.775.000 ადამიანი საქართველოს მოქალაქეა. 84%, ანუ 3.300.000 კი ეროვნებით ქართველი. ქალები 4%-ით მეტნი არიან ვიდრე მამაკაცები. აღწერის შედეგად ასევე გამოვლინდა ურბანიზაციის მაღალი მაჩვენებელი. მოსახლეობის 62% ცხოვრობს ქალაქებში, 38% კი სოფლებში. ბოლო 10 წლის განმავლობაში
54%-ით გაიზარდა მხოლოდ ბათუმის მოსახლეობა. თბილისში კი უკვე 1,300,000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, რაც ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის 34%-ს შეადგენს. გამოიკვეთა ის რეგიონებიც, სადაც კლების ტენდენციაა. ყველაზე მეტი გადინებაა მაღალმთიან აჭარაში, ცაგერის, წყალტუბოს, ტყიბულისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში. რაც შეეხება სხვა ქვეყნების მოქალაქეებს, სულ საქართველოში მუდმივად მცხოვრები 134,000 უცხოელია. აქედან რუსეთის მოქალაქეა დაახლოებით 38,000. შემდეგ მოდიან ინდოეთისა და უკრაინის მოქალაქეები. საქართველოს მოსახლეობის 82% მართლმადიდებელი ქრისტიანია, მუსლიმი კი 11%. საქართველოში მცხოვრები ადამიანების 85%-ისთვის მშობლიური ენა არის ქართული. 3,929,581, თითქმის 4 მილიონი. ეს საყოველთაო აღწერის შედეგია, რომელიც 10 წელიწადში ერთხელ ტარდება. საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 2014 წლის მონაცემებთან შედარებით თითქმის 6%-ით გაზრდილია. საველე სამუშაოების სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2024 წლის 14 ნოემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში ჩაატარა. საერთაშორისო მეთოდოლოგიით, რასაც დაექვემდებარა ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები საქართველოს ყველა მოქალაქე. ასევე ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არ მქონე პირები. გამოვლინდა ურბანიზაციის მაღალი მაჩვენებელი. ურბანიზაციის მაღალი მაჩვენებლით გაზრდილია ქალაქის მოსახლეობის წილი, მათ შორის დედაქალაქში 20%-ით. ქვეყნის მოსახლეობის 34% სწორედ თბილისში ცხოვრობს. მატება ფიქსირდება აჭარასა და ქვემო ქართლში, დანარჩენ რეგიონებში მოსახლეობის კლების ტენდენციაა. მოსახლეობის 62% ცხოვრობს საქალაქო დასახლებაში, ხოლო 38% სოფლად. დედაქალაქის მოსახლეობის რიცხოვნობა შეადგენს 1,331,000. 54%-ით გაიზარდა ასევე მოსახლეობის რიცხოვნობა ქალაქ ბათუმში 3,775,000 კაცი საქართველოს მოქალაქეა. მათ შორის 8,865 კაცი ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირია. 3,223,000 კაცი მართლმადიდებელი ქრისტიანია. რაოდენობაც გასული 10 წლის განმავლობაში გაიზარდა 4,1%-ით. 2,5%-ით გაიზარდა და 96%-ზე მეტ შეადგენს საქართველოს მოქალაქეთა რიცხოვნობა. 3,304,000 ეროვნებით ქართველია. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა წილი კი მხოლოდ 3,4%-ია. მათ შორის არიან მოქალაქეობის არ მქონე პირებიც. ეროვნული შემადგენლობის მიხედვით მეორე უმსხვილეს ეთნიკურ ჯგუფს აზერბაიჯანელები წარმოადგენენ, ხოლო მესამეს ეროვნებით სომეხი მოსახლეობა. ვიყენებ საერთაშორისო რეკომენდაციას, რომლის საფუძველზეც მიგრანტად ითვლება ადამიანი, რომელიც 6 თვეზე მეტ ხანს საქართველოში შემოვიდა, ან 6 თვეზე მეტ ხანს არის გასული ქვეყნიდან. რუსეთის მოქალაქეები არიან 37,775 ადამიანი. შემდგომ მოდის ინდოეთის მოქალაქეები, არის აზერბაიჯანის, უკრაინის, ბელარუსის და სომხეთის მოქალაქეები. მუდმივ მოსახლეობას ექვემდებარება ის პირები, რომლებიც ქვეყანაში ცხოვრობენ 12 თვეზე მეტ ხანს. არც ციფრებს ენდობა და არც საერთაშორისო მეთოდოლოგიით დადგენილი ფაქტების ჯერა ოპოზიციას. ოფიციალური მონაცემების მიუხედავად, ხელისუფლების ოპონენტები მაინც ამტკიცებენ, რომ რეალობა სხვაა. მშრალ სტატისტიკურ მონაცემს აქვს კიდევ ერთი ძალიან მარტივი, ასე ვთქვათ, კონტრარგუმენტი ხომე, რომელსაც ხალხი ხედავს საკუთარ რეალობაში. მათ შორის ხედავენ იმას, რომ ქართველების დიდ ნაწილს უწევს სოციალურ-ეკონომიკური მიზეზების გამო ქვეყნიდან იძულებით გახიზვნა. საქართველოში არიან შემოსული უცხო ქვეყნის მოქალაქეები. ეს რიცხვი რო იყოს გაზრდილი ქართველების ხარჯზე, იქნებოდა ძალიან კარგი. დადებითი მიგრაციული სალდოს ფონზე ოპონენტებისგან უმრავლესობას მსგავსი განცხადებები არ უყვირს. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან დაკავშირებით ოპოზიციის დეზინფორმაცია მარტივად ამხილა. არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ოპოზიცია არ აღიარებს და ვერ აღიარებს უბრალოდ იმ ციფრებს და იმ ფაქტებს რეალურად რაც ხდება და რაც არის დაკავშირებული ჩვენ ქვეყანასთან. არამედ მათივე პატრონები ვერ აღიარებენ ამას. ერთია ის მშრალი ციფრები და შეფასებები პროფესიონალი ექსპერტების მიერ და პროფესიონალ შედგენილი ანგარიშებში, რასაც ვკითხულობ და მეორეა შემდეგ ხედავთ სრულიად განსხვავებულს
ესე ვთქვათ, პოლიტიკურ კომენტარებს. ჯერ საუბრობდნენ რუსეთიზაციაზე, რუსებმა წალეკესო, შემდეგ საუბრობდნენ ირანიზაციაზე, ირანელებმა წალეკესო, ბოლოს ჩინეთიზაციაზე, ბოლოს არაბიზაციაზე და ნუ ქართველები არ ყოფილიყარ საქართველოში დარჩენილები, რა თქმა უნდა ეს არის სისულელე, ისინი ქმნიან რაღაც აღქმებს და როდესაც უკვე ფაქტებზე არის საუბარი, ან კონკრეტული ციფრებით ხდება მოცემულობის შეჯამება 2024 წლის აღწერის შედეგების მიხედვით მოსახლეობის 52% კაცია, 48 ქალი. 3.3% პუნქტითაა გაზრდილი 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი. სქესობრივ ასაკობრივი შემადგენლობის გარდა საქსტატის მონაცემები დეტალურად აღწერს ქვეყნის მოსახლეობის მშობლიური ენისა და აღმსარებლობის პროცენტულ წილსაც. სერბეთის პრეზიდენტი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ საქართველოში მადლობის წერილებს აგზავნის. მან წერილები გამოაგზავნა პრემიერ-მინისტრის და პრეზიდენტის სახელზე. ირაკლი კობახიძისთვის გამოგზავნილ წერილში ალექსანდრ ვუჩიჩი ყურადღებას ამახვილებს საქართველოს პროგრესზე. დარწმუნებულია, რომ ორი ქვეყნის თანამშრომლობის ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევები ჯერ კიდევ წინ არის და საქართველოს მთავრობის მეთაურს ბელგრადში იწვევს ოქტომბერში. გულწრფელ მადლობას გიხდით იმ გამორჩეული და უაღრესად გულთბილი მასპინძლობისთვის, რომელიც თქვენ და თქვენმა გუნდმა მე და ჩემს დელეგაციას საქართველოში ოფიციალური ვიზიტის დროს გაგვიწიეთ. ჩვენი ორი ერის სითბო და ძბური ურთიერთობები ჩემი ვიზიტის ყოველ ეტაპზე განსაკუთრებულად იგრძნობოდა. სერბეთის რესპუბლიკა და საქართველო არ არის მხოლოდ ორი ქვეყანა, რომლებიც წარმატებით ავითარებენ ორმხრივ ურთიერთობებს. ჩვენ საერთო ფასეულობები გვაერთიანებს, მსგავსი ისტორია გვაქვს, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ერთმანეთთან იყო გადაჯაჭვული და რომლის საფუძველსაც წარმოადგენს მართლმადიდებლური ქრისტიანობა, რომელმაც დროის უმძიმეს გამოცდებს გაუძლო. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ სწრაფმა წინსვლამ და პროგრესმა, რომელსაც თქვენი ქვეყანა აღწევს, ასევე ლიდერებისა და ხელისუფლების მტკიცე სურვილმა. მთელი ძალისხმევა მიმართონ საქართველოს შემდგომი წარმატებისა და ხელშესახების შედეგების მიღწევისკენ. ამავდროულად გულწრფელად მიხარია და ვამაყობ თქვენი წარმატებებით, რადგან სწორედ ამას იმსახურებს თქვენი ქვეყანა და თქვენი მოქალაქეები. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი თანამშრომლობის ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევები ჯერ კიდევ წინაა, რაც სარგებელს მოუტანს როგორც ჩვენი ქვეყნების ბიზნეს წრეებს, ისე ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ერთმანეთის მიმართ განსაკუთრებული კეთილგანწყობითა და მეგობრული დამოკიდებულებით გამოირჩევიან. ეს განსაკუთრებით ნათლად იგრძნობოდა იმ დროის განმავლობაში, რომელიც თქვენ ასე გულუხვად დაგვითმეთ მე და ჩემს დელეგაციას. ვიდრე ოქტომბერში ბელგრადში გიმასპინძლებთ თქვენ, როგორც უძვირფასეს სტუმარს და ძმას, ვსარგებლობ შემთხვევით კიდევ ერთხელ გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს და გიდასტურებთ გულითად პატივისცემას. ბელგრადიდან წერილი მიიღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც ალექსანდრ ვუჩიჩი მიხეილ ყაველაშვილს მადლობას უხდის მასპინძლობისთვის. მეგობრობაზე მეტი სერბეთის პრეზიდენტი ხაზს უსვამს ორი ქვეყნის კულტურულ, ისტორიულ და მართლმადიდებლურ კავშირებს და სრულ მზაობას გამოხატავს ეკონომიკური და პოლიტიკური პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის. სერბეთის რესპუბლიკა და საქართველო არიან მეტი ვიდრე ორი ქვეყანა, რომლებსაც ჩამოყალიბებული აქვთ კარგი ორმხრივი ურთიერთობა. ჩვენ ვიზიარებთ საერთო ღირებულებებს, გვაქვს საერთო ისტორია, რომელიც ურთიერთგადაჯაჭვულია, განმტკიცებულია მართლმადიდებლობით, რამაც გაუძლო დროის მკაცრ გამოცდას. მე ვიყავი განსაკუთრებულად ბედნიერი და ამავე დროს შთაბეჭდილების ქვეშ იმ სწრაფი ტემპით, რომლითაც თქვენი ქვეყანა განიცდის პროგრესს და ასევე მისი ხელმძღვანელობისა და ხელისუფლების მზაობით გამოიჩინონ მაქსიმალური ძალისხმევა საქართველოს წარმატებისა და ხელშესახების შედეგების მიღწევისათვის. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობის საუკეთესო მომენტები ჯერ კიდევ წინ არის. ჩვენი ბიზნეს საზოგადოებებისა და მოქალაქეების სასარგებლოდ, რომლებსაც ერთმანეთის მიმართ ძლიერი სიყვარული აკავშირებთ. ჩემდამი თქვენი კეთილგანწყობა ნათლად იგრძნობოდა კახეთის რეგიონის სილამაზის ჩვენების ჟამს, როდესაც მისი მდიდარი კულტურა, ღვინის დაყენების ტრადიცია და რელიგიური ციხესიმაგრეები გამაცანით. მაშინ, როდესაც მოუთმენლად ველი ჩვენი ურთიერთობის და ძმური კავშირების შემდგომ გაღრმავებას, ვსარგებლობ შესაძლებლობით, რათა კიდევ ერთხელ განგიახლოთ ჩემი თქვენდამი გულითადი პატივისცემა. კირ სტარმერი მიდის, ასე დასრულდა დიდ ბრიტანეთში რამდენიმე თვიანი პოლიტიკური ტურბულენტობა. მაისის ადგილობრივ არჩევნებში ლეიბორისტების მძიმე მარცხი, დონალდ ტრამპის კრიტიკა და შიდა პარტიული ზეწოლები. სტარმერი გაერთიანებული სამეფოს მე-6 პრემიერ-მინისტრია ბოლო 10 წლის განმავლობაში, რომელიც თანამდებობას ვადაზე ადრე დატოვებს. დაუნინგ სტრიტზე პრემიერის ოფისს დიდი ალბათობით დაიკავებს მანჩესტერის ყოფილი მერი ენდი ბერნემი, რომელმაც ახლახან გამართულ შუალედურ არჩევნებში გაიმარჯვა და დეპუტატის მანდატი დაიბრუნა დიდი ბრიტანეთის
ბრიტანეთის პარლამენტში. პრემიერობის პოსტზე ლეიბორისტულ პარტიაში მას ფაქტობრივად კონკურენტი არ ჰყავს. ჩრდილოეთის მეფე ასეც უწოდებენ ბერნემს, რომელიც პარტიის მემარცხენებრთას წარმოადგენს და პოპულარობით სარგებლობს მუშათა კლასში და რეგიონებში. კირ სტარმერი პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ოფიციალურად მაშინ დატოვებს, როდესაც ლეიბორისტული პარტია ახალ ლიდერს აირჩევს. ბრიტანეთის 58 პრემიერის წასვლის საბოლოო თარიღი დამოკიდებულია იმაზე, ეყოლება თუ არა კონკურენტი მის სავარაუდო მემკვიდრეს. ყველაფერი ივლისის შუა რიცხვებში გადაწყვეტება. თუ პარტიის ლიდერობის სხვა მსურველებიც გამოჩნდნენ, მაშინ სტარმერს პრემიერის მოვალეობის შესრულება სექტემბრამდე მოუწევს. Larry is just coming out. Larry just coming out. Larry is just coming out. ერთადერთი, ვისაც თანამდებობის დატოვება არ მოუწევს და არც Downing Street-ის 10 ნომრიდან მიდის, გაერთიანებული სამეფოს მთავარი თაგვმჭერის ტიტულის მქონე კატა. უკვე მე-15 წელია. ლარი დევიდ კამერონის, ტერეზა მეის, ბორის ჯონსონის, ლის ტრასის, რიში სუნაკისა და ახლა უკვე კირ სტარმერის გადადგომას ადევნებს თვალს. პროტოკოლი არც ამჯერად დარღვეულა. რეზიდენციის წინ ჯერ ტრიბუნა დაამონტაჟეს, შემდეგ კი მედიასთან მინისტრთა კაბინეტისა და მმართველი პარტიის წევრები გამოვიდნენ. შეკრებილებს პრემიერმა მიმართა. კირ სტარმერმა ლეიბორისტების ლიდერისა და მთავრობის მეთაურის პოსტებიდან გადადგომის შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა. ჩემ მიერ მიღებული ყოველი გადაწყვეტილება ყოველთვის ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს. პირველ ადგილზე დამეყენებინა ქვეყანა, რომელიც ასე ძალიან მიყვარს. სწორედ ამიტომ ვტოვებ ლეიბორისტული პარტიის ლიდერის პოსტს. ხარდაჭერას გამოვუცხადებ ჩემს მემკვიდრეს, რადგან მჯერა, რომ ის ჩაიბარებს ბრიტანეთს, რომელიც ბევრად უფრო ძლიერი და სამართლიანია, ვიდრე ის, რომელიც მე დამხვდა 2 წლის წინ. სტარმერის გადადგომის მიზეზები ბრიტანულმა მედიამ უკვე დაასახელა. პრემიერ-მინისტრისთვის მთავარი დარტყმა მაისში ჩატარებული მუნიციპალური არჩევნები აღმოჩნდა. ლეიბორისტების მარცხმა და ამომრჩეველთა მნიშვნელოვანი ნაწილის, ნაიჯელ ფარაჯის პარტიის, Reform UK-ის მხარეს გადასვლა მთავრობის მეთაურის რეიტინგის მკვეთრი ვარდნა გამოიწვია. მიხარია, ცვლილებები აუცილებელი იყო. მგონია, რომ მოსახლეობის უმეტესობა ახლა ჩემსავით ფიქრობს. უკვე 18 წელია აქ ვცხოვრობ, როდესაც ჩამოვედი, ეს ულამაზესი ქვეყანა იყო. შეგეძლო გემუშავა, გეცხოვრა და გეკეთებინა ის, რაც გინდოდა. ახლა კი ბევრს მუშაობ და ფული არაფერში გყოფნის. პოლიტიკურმა კრიზისმა მინისტრთა კაბინეტშიც შეაღწია. მთავრობის წევრების ნაწილი პრემიერს ღიად მოუწოდებდა გადადგომისკენ. პროტესტის ფონზე მინისტრები თანამდებობას ერთმანეთის მიყოლებით ტოვებდნენ. ვიცი, რომ საზოგადოება ჩემგან კონკრეტულ პასუხებს ელოდება, თუმცა ახლა აშკარად პოლიტიკური გაურკვევლობის პერიოდია. ჩვენ როგორც პარტია, მომხდარიდან შესაბამის გაკვეთილს აუცილებლად ვისწავლით. გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე მთავარ პრეტენდენტად მანჩესტერის მერი ენდი ბერნემი განიხილება. მან გასულ კვირას გამართულ საპარლამენტო შუალედურ არჩევნებში გაიმარჯვა და თემთა პალატაში ლეიბორისტული პარტიის სახელით დეპუტატის მანდატიც მოიპოვა. ეკონომიკური ზრდა, ცხოვრების ხარჯების შემცირება, გამართული საჯარო სერვისები, ხელმისაწვდომი საცხოვრებელი და ახალი შესაძლებლობები მომავალი თაობისთვის. პოლიტიკურმა ცვლილებებმა ყურადღება არ უნდა გადაგვატანინოს მთავარი მოვალეობიდან, ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებიდან. ცნობილია, რომ დიდი ბრიტანეთის მმართველი პარტიის ახალი ლიდერის პოსტზე კანდიდატების წარდგენის პროცესი 9 ივლისს დაიწყება. ახალი პრემიერის არჩევამდე კირ სტარმერი პოსტზე დარჩება და მოვალეობის შესრულებას გააგრძელებს. გამოცემა გარდიანის ინფორმაციით, ბრიტანეთს ახალი პრემიერ-მინისტრი სავარაუდოდ ივლისის ბოლოს ან აგვისტოს შუა რიცხვებში ეყოლება. ჯარის ბანაკი ზაფხულის თავგადასავალი უფროს კლასელებისთვის. მოსწავლეებს სამხედრო ინსტრუქტორები მხოლოდ საცეცხლე მომზადებას არ გაატარებენ. 6 დღის განმავლობაში კოჯრისა და საჩხერის ქვედანაყოფებში ისინი ისწავლიან პირველად სამედიცინო დახმარებას, თვითგადარჩენის საშუალებებს, გარკვევიან ტოპოგრაფიასა და სამხედრო ნავიგაციაში. მოусმენენ სამხედრო ისტორიკოსებს და ასევე ლექციებს მავნე ჩვევების ნეგატიურ გავლენაზე. მოზარდებს შეხება ექნებათ სამოყვარულო უპილოტო საფრენ აპარატებთან და ქართული იარაღის შექმნისა და განვითარების ისტორიასაც გაიგებენ. ჯარის ბანაკი დღეს ოფიციალურად გაიხსნა კოჯრის აკადემიაში, რომელიც გიორგი ანწუხელიძის სახელს ატარებს. ჯარის ბანაკი დაუვიწყარი თავგადასავლები დაიწყო. მე-9, მე-10 და მე-11 კლასელებს, რომლებიც პროექტში ჩაერთნენ წინ დატვირთული და ემოციებით სავსე 6 დღეებით. გაივლიან საცეცხლე მომზადებას, თვითგადარჩენის კურსს, შეისწავლიან ტოპოგრაფიასა და პირველად სამედიცინო დახმარებას. მონაწილეობას მიიღებენ საინჟინრო და სამთო მომზადებაში. მაინტერესებდა როგორი იქნებოდა ჯარის ცხოვრება და წამოვედი რომ გამეგო მე თან ჩემთვის უფრო უკეთესი ასე
ბიჭი ვარ და მომავალში ჯარში წავიდე, გამომადგება უფრო და მეცოდინება როგორია ჯარის ცხოვრება. მოსწავლეები შეხვდებიან სამხედრო ისტორიკოსებს, ქართული იარაღის მუზეუმის წარმომადგენლებსა და სპეციალური ოპერაციების სარდლობის სამხედრო მოსამსახურეებს. ჩაუტარდებათ სამოყვარულო უპილოტო საფრენი აპარატების გაცნობითი და პრაქტიკული მეცადინეობებიც. ჯარის ბანაკში სულ გვაქვს 7 თემატიკა, რომელშიც აქტივობა ხორციელდება და ოცეულების მიხედვით ისინი ერთმანეთს ეჯიბრებიან. ესეც იმისთვის, რომ გარკვეულწილად мотиваცია აუმაღლოთ. ჯარის ბანაკში, რომელიც თავდაცვისა და განათლების სამინისტროების ერთობლივი პროექტია, საპატრიარქო აქტიურად არის ჩართული. წელს პირველად ბანაკში საპატრიარქოს საათი ჩატარდება. აქამდე იყო წარმოდგენა და წარმოდგენის შემდგომ საუბარი სასულიერო პირისა ამ წარმოდგენის და ღირებულებების შესახებ და ეხლა ღირებულებითი განათლების კომპონენტი დაემატა ამ პროცესს და ვისაუბრებთ მნიშვნელოვან ღირებულებებზე, რაც ეხება სამშობლოს ღმერთს, ადამიანს და ზოგადად პატრიოტიზმს. თავარი მიზანია ჩვენი შვილების, ჩვენი მომავალი თაობის იმ ღირებულებებით აღზრდა და იმ ღირებულებების ზიარება, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი ქვეყნისთვის. ჯარის ბანაკის მოსწავლეებს შეხვდნენ და სიტყვით მიმართეს ქვეყნის მთავარსარდალმა და მთავრობის მეთაურმა. პრემიერის თქმით, ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ გაიზიარონ ის სიამაყე, რასაც თითოეული ჯარისკაცი სამშობლოსთვის სამსახურში ყოველდღე განიცდის. პრეზიდენტმა კი მოზარდებს შეახსენა, რომ სწორედ გმირი სამხედროების დამსახურებაა, რომ ქვეყანა დღეს დამოუკიდებელი, სუვერენული და ღირსეულია. ეს არის მართლაც უნიკალური შემთხვევა, როცა თქვენ ეზიარებით ამ მართლაც მნიშვნელოვან ცოდნას, რომელიც მთელი ცხოვრება გაგვყვებათ. ჩვენ გვაერთიანებს ჩვენი სამშობლო. ის რომ დღეს ჩვენ ამ ულამაზეს ქვეყანაში ვცხოვრობთ, საუბრობთ ქართულად, ვართ მორწმუნე ქრისტიანები და გვაქვს უნიკალური კულტურა და ტრადიციები, ეს არის ჩვენი წინაპრების, ჩვენი ღვაწმოსილი ადამიანების და განსაკუთრებით გმირი სამხედროების დამსახურება. ის ღირებულებები, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს და ეს არის ჩვენი მამული ენა, სარწმუნოება, ღმერთი, სამშობლო, ადამიანი, ოჯახის სიწმინდე, უნიკალური ჩვენი კულტურა და ტრადიციები. ამ ღირებულებებით უნდა გახდეთ თქვენ წარმატებული ადამიანები. ახალგაზრდებს გაძლევთ საშუალებას გაიზიაროთ ის სიამაყე, რომელსაც განიცდის თითოეული სამხედრო მოსამსახურე სამშობლოს სამსახურში. და დარწმუნებულია, რომ ეს დღეები თქვენთვის იქნება ძალიან საინტერესოც, სასიამოვნოც და საბოლოო ჯამში იქნება. დაუვიწყარი მთლიანობაში 1700 მოსწავლეს მასპინძლობს ჯარის ბანაკი, როგორც გოჯორში, ისე საჩხერის სამთო-მომზადების სკოლაში და თითოეულ თქვენგანს გექნებათ იმის საშუალება, რომ ადგილზე ნახოთ თუ როგორია ჯარისკაცის ცხოვრება, რა ღირებულებებს ეზიარება სამხედრო მოსამსახურე და ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, რომ წელს პირველად დაემატა ჯარის ბანაკს საპატრიარქო საათის კომპონენტი, სადაც თქვენ გექნებათ ჩვენს ეროვნულ ღირებულებებზე, სულიერ ღირებულებებზე საუბრის საშუალება. ჯარის ბანაკის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე მოზარდებს სიტყვით პარლამენტის თავმჯდომარემ და თავდაცვის მინისტრმაც მიმართეს და იმ უნარებზე გააკეთეს აქცენტი, რომლებსაც მოსწავლეები ბანაკში ყოფნის პერიოდში შეიძენენ. წლების წინ სწორედ აქ კოჯორში გავიარე რეზერვისტთა მომზადების კურსი, ასე რომ ეს ადგილი ბევრ მოგონებას აცოცხლებს ჩემში. დღევანდელ სამყაროში ადვილია მიიღო სხვადასხვა სახის განათლება, ცოდნა, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი არის ფასეულობები, რომელიც უნდა შეიძინოს ყველა მოზარდმა და ამ ფასეულობებს შორის უპირველესი არის პატრიოტიზმი და სამშობლოს სიყვარული. ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ წლიდან წლამდე ინტერესი ჯარის ბანაკის მიმართ იზრდება. ასეთ გამოცდილებას ეს ახალგაზრდები ვერსად ვერ მიიღებენ და მინდა თითოეულ თქვენგანს მოგიწოდოთ, მაქსიმალურად მოინდომოთ ის ინფორმაცია, რასაც მიიღებთ, მაქსიმალურად გაითვალისწინოთ. ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ მთავრობის წევრებმა ბავშვებთან ერთად სასწავლო ინვენტარი დაათვალიერეს და ინსტრუქტორებისგან ფიზიკური აქტივობების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. ჯარის ბანაკი წელს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ორ ქვედანაყოფში, კოჯორსა და საჩხერეში ჩატარდება. მოზარდების სამხედრო ლიდერი ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით სამხედრო ქვედანაყოფებში აქტიურ, შემეცნებით, სიახლეებით დატვირთულ 6 დღეს გაატარება.
თავისებური სწავლება ჰქონდა თბილისში დაკავებულ 25 წლის მამაკაცს, რომელიც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისა და რეალიზაციის ბრალდებით აიყვანეს. ირკვევა, რომ ის ნარკოტიკის გაყიდვას ასწავლიდა კურიერებს, ჯერ ატრეინინგებდა, შემდეგ კი დამდებების პოზიციაზე ასაქმებდა. დანაშაულებრივი სქემის მონაწილეებს ნარკოტიკები მითითებულ ადგილზე უნდა განეთავსებინათ. გადაეღოთ ფოტოები და მოენიშნათ ადგილმდებარეობა. ამ დავალებების შესრულების შემდეგ ისინი სოლიდურ ანაზღაურებას იღებდნენ. საქმეში დევს აუდიო-ვიდეო ჩანაწერები, მათ შორის საკონტროლო შესყიდვის. 25 წლის ახალგაზრდას ან უვადო, ან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. რეალიზატორი ახალგაზრდა კურიერს ასწავლის, როგორ დადოს ნარკოტიკის სამალავში, ისე რომ გამვლელებმა არ შეამჩნიონ. მთავარია კლიენტს ეგრეთ წოდებული ფაქტის პოვნა გაუადვილდეს. განსხვავებულად შეფუთული ნარკოტიკი მეტამფეტამინია, განსაკუთრებით დიდი ოდენობით. ფარული ჩანაწერებით ირკვევა, რომ ახალგაზრდა კურიერს ეგრეთ წოდებული დამდების ფუნქცია უნდა შეესრულებინა. ნარკოდანაშაულის სქემაში ჩართვის სანაცვლოდ კი ის გარკვეულ თანხასაც მიიღებდა. კურიერის ინფორმაციით რეალიზატორს ტელეგრამში ნარკოტიკების ონლაინ მაღაზიაც ჰქონდა და ინტერნეტით სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკს, მათ შორის მეთადონს და მეტამფეტამინს ავრცელებდა. ნარკოტიკების გავრცელების ფაქტები ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოპერატიული ინფორმაციით აღკვეთეს. რეალიზაციის ხელშეწყობისთვის 25 წლის მამაკაცია დაკავებული. უკანონო რეალიზაციის ფაქტები ახალგაზრდა მამაკაც ხელბორკილების საკუთარ ბინაში დაადეს. დაკავებულის მეუღლეს საჯაროდ გამოჩენა არ სურს, თუმცა კურიერთან კონკრეტული დეტალები მოყვა. ყოფილი მეუღლე ნარკოტიკული საშუალებების გაყიდვას. გქონდათ ინფორმაცია, რომ სახლშიც იყო ნარკოტიკები? არა, აღიარებს დანაშაულს. მტკიცებულებებზე ადვოკატის საქმის მასალების გაცნობის შემდეგ ისაუბრებს. ჩემი დაცვის ყოფს გამოძიება დაობა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო ლეგალიზაცია, შეძენა შენახვას. წარდგენილ ბრალდებასთან მიმართებით მისი პოზიცია არის ის, რომ ის არ ცნობს თავს დამნაშავედ. ნარკოდანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებები პოლიციამ უკვე მოიპოვა. სამართალდამცველებმა 25 წლის მამაკაცის ბინიდან და სამალავებიდან გასაყიდად გამზადებული ნარკოტიკი ამოიღეს. ნივთი მტკიცებებს შორისაა რეალიზაციისთვის საჭირო მასალები. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, რომლისგანაც ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა და აღშული შესყიდვის ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერი განხორციელდა. ირკვევა, რომ ბრალდებული ნარკოტიკების რეალიზაციას ეგრეთ წოდებული კურიერის დახმარებით ცდილობდა. იგი ნარკოტიკების შეძენაში დაინტერესებულ პირებს სოლიდური ანაზღაურების სანაცვლოდ ნარკორეალიზაციის სქემაში ჩართვას თავაზობდა. ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. 4 ოქტომბრის ძალადობრივი მოვლენების ერთ-ერთ ეპიზოდზე ბრალდებულ 8 პირს დღეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ერთ-ერთმა დაკავებულმა ზურაბ ჭავჭანიძემ ბრალი აღიარა და საპროცესო შეთანხმება ითხოვა, თუმცა მოსამართლემ განმარტა, რომ აღიარება დაგვიანებულია და საბოლოო სიტყვის დროს საპროცესო შეთანხმებას უკვე აღარ აფორმებენ. საქმის ამ ეპიზოდზე სულ 14 ბრალდებული იყო, მათგან 6 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და ისინი სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს. შეჭრა იმ შემთხვევაში იქნებოდა, თუ სუბიექტური მხარე განზრახვა ექნებოდათ ამ ადამიანებს კონკრეტული ამ შემთხვევაში პრეზიდენტის სასახლის აღება. სხვა შემთხვევაში რომეო ტყეშელაშვილის სიტყვებიდან გამომდინარე ვიტყვი, როდესაც ამბობდა საშვი ქონდათ რომ მიდიოდნენ, არ არის ეს დანაშაული, შეიძლება ნებისმიერმა ადამიანმა გაუცნობიერებლად ან გაცნობიერებულად, მაგრამ ყოველგვარი დანაშაულებრივი მიზნის გარეშე გადააბიჯოს, ეს ავტომატურად დანაშაული არ არის. ჩვენ ვიხილეთ ის, რაც ისედაც მოსალოდნელი იყო. მოსამართლემ ცადა რაღაც მენტორული ტონით აეხსნა საკუთარი გადაწყვეტილების საფუძვლები, საუბრობდა დაჭრილ პოლიციელებზე. მათმაც ბრალწარდგენილი ქმედება მოიცავდა როგორც ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, ისე სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას ჯგუფურად. რა თქმა უნდა, ბრალდების მხარემ წარადგინა სასამართლო პროცესზე მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ლეჩს მიღმა სტანდარტით ადასტურებდა თითოეულ ბრალდებულთან მიმართებით ბრალად-წარდგენილ ქმედებას. შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი არის გამამტყუნებელი და განსაზღვრა დანაშაულთა ერთობლიობით თითოეულ ბრალდებულთან მიმართებით სასჯელი 5 წლის თავისუფლების აღკვეთა. ზურაბ ჭავჭანიძესთან დაკავშირებით მოგეხსენებათ, რომ ბრალდების მხარე არაერთხელ აცხადებდა, რომ საპროცესო შეთანხმება
სთან დაკავშირებით მოლაპარაკებების წარმოება განხორციელდებოდა იმ პირებთან, რომლებიც აღიარებდნენ ჩადენილ დანაშაულს, ვინაიდან თავისი არსით საპროცესო შეთანხმება მოიცავს, რომ პირი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს ინანიებს. ამ შემთხვევაში ზურაბ ჭავჭანის არც განცხადებაში და არც დღეს სასამართლო პროცესზე გაჟღერებულ პოზიციაში მისი მხრიდან ბრალწარდგენილი ქმედების აღიარება არ განხორციელებულა. შესაბამისად, ამ მოცემულობით, რა თქმა უნდა, ბრალდების მხარე საპროცესო შეთანხმებას არ აფორმებს. გაჩნდა თუ არა ომის დასრულების რეალური შანსი სპარსეთის ყურეში პროგრესი არის, თუმცა საბოლოო შეთანხმება არა. ირანი და შეერთებული შტატები შვეიცარიაში მოლაპარაკებას შუამავლების მეშვეობით აწარმოებდნენ. ვაშინგტონი მზად არის დროებით 60 დღით შეამსუბუქოს სანქციები ირანულ ნავთობზე. თეირანი კი დათანხმდა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოების ინსპექტორები დაუშვას ბირთვულ ობიექტებზე. თუმცა ისე რომ ირანი არანაირ ვალდებულებას არ იღებს. მაღალი დონის შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდა ვიცე-პრეზიდენტი ჯეიდი ვენსი, დასრულებული. ახლა ტექნიკური ჯგუფები იმუშავებენ 60 დღიან საგზაო რუკაზე. ყველაზე რთული საკითხები ჯერ წინ არის. ღიად რჩება ირანის ბირთვული პროგრამა, სანქციების სრულად მოხსნა და კონტროლი ჰორმუზის სრუტეზე. ბიურგენშტოკში გამართული მოლაპარაკებების პირველი რაუნდი კონკრეტული შედეგებით დასრულდა. მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგი და საკომუნიკაციო ხაზის ამოქმედება შეათანხმეს. ომის დასრულების 60 დღიან გეგმას სპეციალური კომისია გააკონტროლებს, რომელიც მხარეებს და მედიატორებს პერიოდულ ანგარიშსაც წარუდგენს. შვეიცარიაში ყატარის და პაკისტანის შუამავლობით გამართულ დიპლომატიურ რაუნდზე მოლაპარაკებების მთავარი თემა იმ ჩარჩო შეთანხმების პირობების შესრულება იყო, რომელსაც შტატებმაც და ირანმაც ხელი უკვე მოაწერეს. ვაშინგტონის მთავარი მოთხოვნა უცვლელია თეირანმა საბოლოოდ უნდა თქვას უარი ბირთვულ პროგრამაზე. ჩვენი გზავნილი ირანის ხელისუფლებისადმი ასეთია, თუ მათი ხელმძღვანელობა უარს იტყვის რეგიონული არასტაბილურობის ხელშეწყობაზე და გრძელვადიან პერსპექტივაში ბირთვული იარაღის შექმნის ამბიციებს დათმობს, მაშინ ამერიკის შეერთებული შტატები მზად იქნება ამ ქვეყანასთან ურთიერთობები ფუნდამენტურად შეცვალოს. იმის მიუხედავად, რომ ხელმოწერილი მემორანდუმი ირანს ბირთვული იარაღის წარმოებაზე უარის თქმას ავალდებულებს, ისლამური რესპუბლიკა ურანის გამდიდრების უფლების დათმობას არ აპირებს. ჩვენ არასდროს დავთმობთ ურანის გამდიდრების ჩვენს კანონიერ უფლებას და მათაც მოუწევთ ამას შეეგუონ. ყველამ კარგად იცით, რას ამბობდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი. მან საკუთარი პოზიცია 180 გრადუსით შეცვალა. მანამდე ამტკიცებდა, რომ ირანი უპირობოდ უნდა დანებებულიყო, რომ ირანს არ ჰქონდა უფლებები. შემდეგ კი სრულად უარყო თავისი ძველი პოზიციები და აღიარა, რომ ჩვენი უფლებების უგულებელყოფა შეუძლებელია. უთანხმოების კიდევ ერთი საგანია მემორანდუმში შეტანილი პირველივე პუნქტი, რომელიც ყველა ფრონტზე, მათ შორის ლიბანში, საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითვალისწინებს. სწორედ ამ ვალდებულებების შეუსრულებლობის და ისრაელის მიერ შეთანხმების დარღვევის მოტივით თეირანმა ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის შესახებ გამოაცხადა. აუცილებელია მუდმივად ვაკონტროლოთ მეორე მხარის ქმედებები. თვალი ვადევნოთ და გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა მექანიზმი, რათა დავრწმუნდეთ, რომ მეორე მხარე არ არიდებს თავს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. ზავის მიუხედავად ლიბანის საზღვარზე საომარი მოქმედებები გრძელდება. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ისრაელის მიერ განხორციელებულ დარტყმებს ქვეყანაში ათობით ადამიანი ემსხვერპლა. სახალში განმარტავენ, რომ იერიშები რადიკალური დაჯგუფება ჰეზბოლას მხრიდან ისრაელის პოზიციებზე თავდასხმებზე საპასუხო ნაბიჯია. ჩვენ შევქმნით უსაფრთხოების ზონა ღაზაში, სირიაში და ლიბანში და ამ ზონებს შევინარჩუნებთ იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება ჩვენი ხალხის დასაცავად. ირანსა და შტატებს შორის დადებულმა შეთანხმებამ საერთაშორისო მედიის შეფასებით ვაშინგტონსა და თელ-ავივს შორის სტრატეგიული უთანხმოება გამოიწვია. გარდიანი წერს, რომ ისრაელისთვის ირანიდან მომდინარე საფრთხე არ აღმოფხვრილა. ისლამური რესპუბლიკა კი კონფლიქტიდან გაძლიერებული გამოდის. და ბოლოს ლეგენდარული იტალიელი კინოვარსკვლავის ქართული არდადეგები მარჩელო ამ სახელწოდებით სახვითი ხელოვნების მუზეუმში იტალიის საელჩოს ორგანიზებით უნიკალური ფოტოგამოფენა გაიხსნა. ექსპოზიცია აცოცხლებს 1988 წლის იმ სამ დაუვიწყარ დღეს, რაც ფედერიკო ფელინის მუზეუმს საქართველოში გაატარა და რომელიც იური მეჩითოვმა ასახა 60-ზე მეტ უნიკალურ ფოტოზე. გამოფენაზე განსაკუთრებულ ადგილს იკავებს დაუვიწყარი საღამო ფარაჯანოვის სახლში, სადაც სრულიად განსხვავებული პროფესიის ადამიანები შეიკრიბნენ. სახლიდან გამოსულს ქუჩაში უამრავი ადამიანი ყვავილებით დახვდა. ასე მხოლოდ იტალიაში მხვდებიან. სწორედ ამ დროს წარმოთქვა ეს სიტყვები მარჩელო მასტროიანმა, რომელსაც თვითმხილველთა თქმით ცრემლებიც კი მოადგა თვალებზე. ფედერიკო ფელინის მუზა, იტალიური კინოს სიმბოლო და მსოფლიო კინოს ლეგენდა.
მარჩელო მასტროიანი, მსახიობი, რომელმაც 150-მდე ფილმით და სოფი ლორენთან ერთად განსახიერებული როლებით მთელი ეპოქა შექმნა. მის მდიდარ ბიოგრაფიაში არსებობს ერთი განსაკუთრებული ეპიზოდი, რომელიც კინოარქივის მიღმა დარჩა, თუმცა ისტორია ფოტოფირმა შემოინახა. იგი ჩვენთან ჩამოვიდა, რომ გაეცნოს საქართველოს წარსულსა და აწმყოს. ეს კადრები კინოვარსკვლავის საქართველოში ვიზიტს ასახავს. დღეებს, როცა ლეგენდარულ სტუმარს ქართველები ზუსტად ისე შეეგებნენ, როგორც მის მშობლიურ იტალიაში. იხედა იქით აქეთ საალქერო გამოსვიდასა სპილეულებით რაღაცებით ასე მეხვდებიან მხოლოდ იტალიაში. ცხეთა, გორი, თბილისი, შეხვედრა კინოს სამყაროს წარმომადგენლებთან და ჯადოსნური საღამო სერგო ფარაჯანოვის სახლში. სამდღიანი ვიზიტი ფირზე იური მეჩითოვმა აღბეჭდა. პროექტი ასე მხოლოდ იტალიაში მხვდებიან 1988 წელს გადაღებულ კადრებს აერთიანებს. თითქმის 40 წლის შემდეგ კი სახვითი ხელოვნების მუზეუმში უნიკალურ ექსპოზიციად იქცა. ბოთლების და ჭიქების გავლით რაღაც გადავიღე ეგ სურათი მანდ რო არის ეს დიდი სურათი შვენიერი სადაც სიგარეტს ხელიდან არ უშვებდა რატომღაც და ჭიქასაც ერთ-ერთი მართლა გამორჩეულია ეს თორემ მე დენიუროსაც შევხვდი მაგრამ მასთან არ მქონდა ის რაღაც ურთიერთობა ის 3 დღეზე დიზ რო სადაც წავსულიყავი ყოფილი თუმცა იქაც მაქვს რამდენიმე კაი სურათი მაგრამ აქ კიდევ მთელი ეპოპეა გაიშალა ეს მსახიობი იყო აი როგორც ჩვენი მსახიობები რო არიან და ჩვენ რო გვიყვარს ყველა რო იყვნენ აი ასეთი დონეზე იყო მარჩელო და მისი ახლა ეხლა ცოცხლად წარმოიდგეთ რას გამოიწვევდა ექსპოზიციაზე წარმოდგენილი 60-ზე მეტი შავთეთრი ფოტო სრულყოფილ სურათს ქმნის საქართველოში მასტროიანის მოგზაურობის შესახებ. მასთან ერთად სურათებზე აღბეჭდილია ელდარ შენგელაია, ირაკლი კვირიკაძე, სერგო ფარაჯანოვი და ქართული კინემატოგრაფის სხვა წარმომადგენლები. ამ 3 დღეს ყველა ეძახდა საქართველოში ჯადოსნური 3 დღე. მარჩელოს ჩამოსვლა რა თქმა უნდა იქნებოდა ყურადღების დიდი ცენტრი, ჩამოვიდა კინოკავშირის მოწვევით. ფოტოები იური მეჩითოვის მიერ არის გადაღებული ზედმიწევნი დეტალურად. ვფიქრობ, რომ ხატრულადაც ძალიან კარგი ფოტოებია და ისტორიულადაც ძალიან საინტერესო არა. ვიზიტი ასეთი ლეგენდარული მსახიობის. გამოფენა მარჩელო იტალიური კინოს მე-9 მსოფლიო კვირეულის ფარგლებში იტალიის საელჩოს ორგანიზებით იმართება და საგამოფენო დარბაზში 30 ივნისამდე გაგრძელდება.